თუ მარტო არ ხარ ეს ვიდეო გათიშე, რადგან საკმაოდ ინტიმური რამ უნდა გკითხო. რამდენად ხშირად იკმაყოფილებ თავს? დღეში ერთხელ, ორჯერ, თუ 2 დღეში ერთხელ ან კვირაში 2ჯერ. იქნებ თვეში რამდენჯერმე. კარგი ვხუმრობ. ვიცი რომ შენი თავი დასაწყისშივე ამოიცან. გაგენიზლავები რომ ამ ვიდეოს ბოლომდე ვერ უყურებ, რადგან გაუაზრებელი სირცხვილი ან უხერხულობა გაგათიშინებს. მოკლედ, საუბარი მიწევს იმ თემაზე, რომელიც იდეაში ოჯახში უნდა აეხსნათ ყოველი ბავშვისთვის განურჩევლად სქესისა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ამ სფეროში მოსახლეობის 90% ჯერ კიდევ დიდი ბაბუის დროინდელ ცოდნას ჯერდება, ამას მშობლები ვერ აგიხსნიდნენ. ამიტომ აგიხსნი მე, კაგე, თუ როგორ შეცვალა სამყარო პორნო ინდუსტრიამ. რა გავლენა აქვს ამას ტვინზე? რამდენად სასარგებლოა ყოველდღე მასტურბირება და რამდენად დამანგრეველია თავშეკავება. ბონუსად, ცნობილი ადამიანების გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. იცოდი რომ ერთ კვირაში იმაზე მეტ სიშიშვლეს ხედავ, ვიდრე შენი დიდი ბაბუ ან ბებია მთელი ცხოვრების მანძილზე. პორნო ინდუსტრია გრავიურებიდან დაიწყო მე-19 საუკუნეში. შემდეგ გადაინაცვლა კინოთეატრებში 60-70-იან წლებში. წარმოიდგინეთ, ადამიანები კინოთეატრებში რისთვის იყრიდნენ თავს. მაგრამ 80-იანებში ასეთმა კასეტებმა ეს უზრდელური ვიდეოები ყველას სახლში მიიტანეს. შემდეგ კი ინტერნეტმა ეს ინდუსტრია ააღორძინა. წარმოიდგინე, იმისთვის რომ შენ წინაპარს არათუ ხეზე, ქვაზე ან უფერულ ქაღალდზე ამოტვიფრული, არამედ რეალური ან რეალისტური სიშიშვლე მაინც რომ ენახა, ამისთვის რამდენი უნდა ეწვალა. ამის გამო შეიძლება დაქორწინებაც კი დასჭირვებოდა. ხოლო დღეს პატარა ღლაპები ერთ-ორ სიტყვას აკრეფენ კომპიუტერში და მიდი უბერე. კანის ფერი, თმის ფერი, თვალები, ფიგურა, ეროვნება, ნებისმიერი გემოვნება და ნებისმიერი რამ. ეს კი იძლევა ძალიან დიდ გონებრივ და ხასიათობრივ სხვაობას ძველ თაობებთან შედარებით. ოდესმე თუ გაგჩენია კითხვა, რატომ არის ასეთი სასიამოვნო ორგაზმი? დიახ, კითხვა ძალიან იდიოტურად ჟღერს, მაგრამ იდიოტური მხოლოდ ხალხის ზედაპირულობაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ხელა ბიოლოგიურ სიამოვნებას აქვს თავისი სიღრმისეული მიზეზი, რომელსაც მარტივად აგიხსნი. რასაც შენ ხედავ ეკრანზე, არის ენდორფინი. როდესაც რაიმე წარმატებას აღწევ, მაგალითად გაგაქ გოლი, სვავ გემრიელ ყავას, იმარჯვებ თამაშში და ასე შემდეგ. შენ ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონების კოქტეილი და მათ შორის მთავარია ენდორფინი. ეს არის სიამოვნების მთავარი ჰორმონი. ამიტომ არის წარმატება ესეთი სასიამოვნო. შენი აზრით, რა არის ადამიანების ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში? ბიოლოგიურად ეს არის გამრავლება. იმისთვის რომ ადამიანის ჯიში არ გადაშენებულიყო, ორგანიზმი ასე ევოლუციონირდა და ჩამოყალიბდა, რომ გამრავლებისთვის ადამიანი ჯილდოვდება ენდორფინების უდიდესი დოზით. ეს დოზა განკუთვნილია გამრავლებისთვის, მაგრამ ადამიანები ჩეთერობენ და იყენებენ როგორც ნარკოტიკს თვით დასაკმაყოფილებლად. ამის ნიადაგი შექმნა პორნო ინდუსტრიამ. ის იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ორიენტაციასაც კი უცვლის. ეს მითი არ არის და არა, ეროტიული ვიდეოების ყურება არ ცვლის ორიენტაციას თავისთავად. ეს სხვანაირად ხდება. მაგალითად, თუ ხარ კაცი და უყურებ ტრადიციულ ვიდეოებს, საიტი ვითომ შემთხვევით ამოგიგდებს ვიდეოს, სადაც ორივე კაცია. რა თქმა უნდა, შენ გული აგერწყება, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მანამდე აღგზნებული იყავი, შენი ტვინი ამ გეი ვიდეოს იმახსოვრებს. ყოველ მომდევნო ჯერზე ეგეთი შემთხვევა ნაკლებად გამაღიზიანებელი გახდება. როდესაც სიამოვნების ეს რაღაცას უყურებ, ტვინი ამას აღიქვამს სიამოვნების სტიმულატორად. ერთხელ და 100-ჯერ არა, მაგრამ 20-30 წელი რომ უყურებ ამ ვიდეოებს და დროთა განმავლობაში არატრადიციულ ვიდეოებს გიყრის აღგზნებულ მდგომარეობაში, შენი აზრით ეს შენზე გავლენას არ იქონიებს? იქონიებს. და ზუსტად ამიტომ ხარ პოტენციური გეი. კარგი, ხუმრობა გვერდზე გადავდოთ, რადგან სინამდვილეში ეს სახუმარო საკითხი არ არის. ეს არის რეალური პროპაგანდა, სადაც მაყურებელზე გავლენას ახდენენ ბიოლოგიურ დონეზე. ეს კი ძალიან აწყობთ, რადგან იქნება მეტი მოთხოვნა, მეტი გარყვნილი და გაჩნდება მეტი კონტენტი, ანუ მეტი ფული ამ ინდუსტრიაში. მე მინდა რომ სხვა, ბევრად მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო. იმის გარდა რომ მსგავსი ვიდეოები რყვნის ადამიანს და უფუჭებს რეალური სექსისგან მიღებულ გამოცდილებას, ეს ვიდეოები ასევე პროვოცირებს, რომ ადამიანმა მეტი იმასტურბიროს. როგორც წეღან განვიხილეთ, თვით დაკმაყოფილება ნიშნავს ენდორფინების ჭარბ გამოფრქვევას. როდესაც ენდორფინებს, რომელიც გათვლილი იყო გამრავლებისთვის, აფრქვევ ყოველ დღე, უბრალოდ სიამოვნების მიღების გამო, ეს ჰორმონების რეცეპტორებს აქვეითებს. კარგად დაფიქრდი და გაიაზრე ამ წამს, რასაც გეტყვი, რადგან ეს შენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინე,
რომ გქონდეს ორგანო, რომელიც ბედნიერების მონიჭებაზეა პასუხისმგებელი და ეს ორგანო რომ დაგიქვეითდეს ან ძალა დაკარგოს. ზუსტად ეს ხდება, როდესაც ადამიანი ასე ჭარბად განიცდის ორგაზმს. კატასტროფულად ეცემა ბედნიერების დონე. რაღაც რომ უნდა გიხაროდეს 100%-ით, გიხარია 60-70-ით. ამას პირდაპირ გავლენა აქვს შენ ცხოვრებაზე, რადგან ნაკლებად გინდება ყველაფერი. რაღაც რომ გინდოდეს ეს რაღაც სიამოვნებას ხომ უნდა გპირდებოდეს, ხო და ვეღარ გპირდება, რადგან ენდორფინების რეცეპტორები დაქვეითებული გაქვს. მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი. ყველა მათგანმა საჯაროდ აღიარა, რომ ბრძოლამდე 4-6 კვირით ადრე ქალთან სიახლოვეზე უარს ამბობდნენ, რადგან მათ ჭირდებოდათ ის ემოციები, რომლებსაც ჭარბ ორგაზმიანობა აქვეითებს. ახლა კი ეს ვიდეო აუცილებლად ჩაუგდე შენ ძრეველა მეგობრებს, რადგან ცოტა აზრზე მოვიდნენ და გველეშაპს თავები ყოველდღე არ წააჭრან. თუმცა თავი ტაისონებიც ნუ ეგონებათ და ასკეზურ აღქმას ნუ დადებენ. მოკლედ, იცოდნენ ზომა და წონა, უფრო სწორად ზომიერება და გაწონასწორებულობა.